სამეცნიერო აღმოჩენები ყოველთვის არ იწყება შეძახილით ევრიკა. მე ვიპოვე. ისინი ხშირად იწყება უბრალოდ დაკვირვებით, რაღაცა ერთგვარი ეჭვით, გარკვეული შფოთვის გრძნობით. და ეს იყო ზუსტად ჩემი ძიების საწყისი წერტილი. დღეს სამეცნიერო საზოგადოება მზარდი შეშფოთებით უყურებს, როდესაც კლიმატის ტენდენციები აჭარბებს პროგნოზებს. დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფები ხდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მიზეზი ოკეანის უპრეცედენტო გათბობაშია. არსებითად არის გამოუცხადებელი ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. მსოფლიო ოკეანის დათბობის ტემპი გაორმაგდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. 2024 წელს ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურამ მიაღწია ისტორიაში ყველა დროის მაქსიმუმს. ეს ორი ინგრედიენტი, გაზრდილი ტემპერატურა და გაზრდილი წყლის ორთქლი, იწვევს ატმოსფეროს არასტაბილურობას. ამჟამინდელი სამეცნიერო მოდელები ატმოსფერული სადგური გაზების მუდმივი მატების არსებობისას არ პროგნოზირებენ ამ საშიშად ჩქარებას. რა განაპირობებს ტემპერატურის ამ მკვეთრ ზრდას, თუ ყველა ცნობილი ფაქტორი უკვე გათვალისწინებულია. პირველად გამოვლინდება. როგორ უბიძგებს შეუმჩნეველი ანთროპოგენური ფაქტორი მსოფლიო ოკეანის დათბობას. პროცესი, რომელიც დიდი ხანია შეუმჩნეველია. ოკეანის განადგურების ანთროპოგენური ფაქტორი.